გესმით? თუ მიკროფონით ჯობია. ესე? ესეც კარგია, ხო? მოდი დავიწყოთ, უпростоრად შეკითხვებით კი არ დავიწყოთ. მე ერთი თემა მინდა შემოგთავაზოთ ახლა, უბრალოდ ესეც ექსპრომტად არის, არ მიფიქრია სხვათა შორის, უბრალოდ ახლა რაღაცნაირად ესეთი აზრი მოვიდა. რომ განვიხილოთ ქრისტიანის ცხოვრების ერთი დღე. აი, როგორ უნდა იწყებოდეს, როგორ უნდა ვითარდებოდეს ის დღე და როგორ უნდა მთავრდებოდეს. ხო, აი, მოდი, ერთად ოღონდ მე როგორც გითხარით, ამაზე არ მიფიქრია, რამე არ ჩამომიყალიბებია, უბრალოდ ერთად ვიფიქროთ ამ საკითხს. აი, რა უკეთესი იქნება, ვიმსჯელოთ, ესე იგი რა. ქრისტიანის ერთი დღე, ესე დავარქვათ. და მოდი ვთქვათ, როგორ უნდა იწყებოდეს ქრისტიანის დღე. აი, დავუშვათ გათენდა დილა. ბარბარე, მოდი, ამათ კი დაჭირდებათ, რომ მან ხმა ისმოდეს. როგორ უნდა იწყებოდეს ქრისტიანის ერთი დღე. სულაც რა ქენი, იცი? როგორც გადაცემის დროს გქონდა, ისე მიაკარი, ხო? და უფრო კარგი გამოვიდეს იქნება. ეს ჩავხოთა. ხო, თავისთავად. აბა ლიზას მიუტანე მიკროფონი. ქრისტიანის ერთი დღე დილით უნდა იწყებოდეს ლოცვით. აი, რომელ საათზე უნდა დგებოდეს მაგალითად ქრისტიანი? ალბათ 8 საათზე. არა, დილით ხო არის 6 საათიანი ლოცვა. მოდი ესე ვთქვათ, არა, 6 საათიანი ლოცვა ყველას გაუჭირდება ყველაზე რომ განმაზოგადოთ ვერ ვიტყვით, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ერთი განსაზღვრება, რომ გვიან არ უნდა დგებოდეს. მომართალია, გვიან არ უნდა დგებოდეს. ეხლა ვიღაცისთვის 8 საათი შეიძლება მისაღებია, ვიღაცისთვის ასაკიდან გამომდინარე. ვიღაცა შეიძლება 7-ზე უნდა დგებოდეს, ვიღაც შეიძლება 9:30-ზე, ხაი ბაღის ბავშვები რო ყვანან აქ, შეიძლება ის 9:30-ზე დგებოდეს, 9-ზე დგებოდეს, სიტყვაზე ვამბობ, ხო, აი ვინც სტუდენტია, ის 9-ზე ვერ ადგება, სკოლის მოსწავლე ვერ ადგება 9-ზე. მაგრამ ყოველ შემთხვევაში გვიან არ უნდა დგებოდეს. და იმისათვის რომ გვიან არ დგებოდეს, ცოტა ადრე უნდა იძინებდეს. ხომართალი. სხვანაირად დასვენებული ვერ ადგება. თუ დაღლილი ადგება, ის ვერ იქნება, ესე რომ ვთქვათ, აი პროდუქტიული ვერ იქნება. არ იქნება ის ძალა, რომ თავისი მოვალეობა ღვთისა თუ ადამიანების წინაშე შეასრულოს. ისეთი ძალისხმევით ამას ვერ გააკეთებს. კი ბატონო. არის ხოლმე შემთხვევები, რომ ადამიანი რომ გაიღვიძებს და შეიძლება ითქვას არა იშვიათ, შეიძლება ჩვენ შორის ასე არ არის, ან ვინც ის იქნებ ჩვენ შორისაც. გაიღვიძებს თუ არა, იღებს ტელეფონს. და ჯერი ქათვალიერებს, აი სანამ ადგება, იღებს ტელეფონს და იმ 1000 გვარი ინფორმაციით იტვირთავს თავს. აი რამდენად სწორად მიგაჩნიათ ეს. და პირველ რიგში რას უნდა აკეთებდეს ადამიანი. პირველ რიგში რა ან ვინ უნდა ახსენდებოდეს ახალ გაღვიძებულ ადამიანს. აი მოდი ესე ვთქვათ. დაუშვათ პატარა ბავშვს წინა საღამოს მოუტანეს სათამაშო. რომ იღვიძებს პირველი რა ახსენდება? ის სათამაშო ხომ რატო? იმიტომ რომ ის უყვარს. ახალია, უყვარს, მოსწონს. რომ იღვიძებს პირველი ის ახსენდება. და პირველი თუ ჩვენ ეს ტელეფონი გვახსენდება, ან სხვა რაიმე ესეთი ნივთი ან რაღაც. ესე იგი ჩვენი გული იმან მიიჭაჭვა. ეგ არ არის სწორი. არაფერმა არ უნდა მიიჭაჭვოს ჩვენი გული. პირველ რიგში რომ გაიგვიძებ, გახსოვთ პატრიარქი როგორ ამბობს, უნდა თქვა რომ მადლობა ღმერთო რომ გამითენდა კიდევ ერთი დღე. ღმერთი უნდა გაიხსენო და თქვა მადლობა ღმერთო. შემდეგ რას აკეთებ? აი გათენდა, გაიღვიძე და საწოლში წეხარ და ამბობ მადლობა ღმერთო რომ გათენდა. მე რას აკეთებ? აი ზოგადად მოდი ჩვენი ცხოვრების ერთი დღე
დავახასიათოთ. რა საკეთებ გუდაჭამე? ვდგებით და კბილებს ვისუფთავებთ. ვდგებით და კბილებს ვისუფთავებთ. კი ბატონო, ქრისტიანის ერთ-ერთი თვისება ესეც არის, რომ ჰიგიენაც უნდა დაიცვას, მოწესრიგებული უნდა იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ხო გვაქვს სხეული და გვაქვს სული. სხეულის მოვლა ბევრად იოლია ვიდრე სულისა და თუ ადამიანი სხეულს არ უვლის, რა დასაჯერებელი იქნება, რომ ის უფრო რთულს სულს მოუვლის. არა? რთული რა შემთხვევაში ვამბობ, სულის განწმენდა ბევრად უფრო რთულია ვიდრე სხეულის. თორე სული მარტივია. მაგრამ ეს სულზე ზრუნვა ეს არ არის მარტივი საქმე. კი ბატონო, მოიწესრიგებ თავს პირს დაიბანო, მანამდე ჩაიცვამ ალბათ ტანსაცმელს, არა? ესა ხო არიული აკეთე. მე რას ვაკეთებთ? მე რას უნდა აკეთებ? ჩვენ ვამბობთ ქრისტიანის ერთ დღეს. რას აკეთებს ქრისტიანი? ისე მანამდე მშობლებს არ ესალმება? პატრიარქმა როგორ თქვა, ნახეთ, მშობელთან უნდა მიხვიდე, თავი დაალოცინო, ხელზე უნდა ემთხვიო. ამ დროს ღმერთი დაგლოცავს. შენ რას აკეთებ? მარხვას ვიცავ. ადგები თუ არა მარხვას ვიცავ. აი მარხვის დღე არ არის და ადგები თუ არა როგორ იცავ მარხვას? მე რას ვაკეთებ? რა უნდა ქნას ადამიანი? უნდა ილოცოს, არა? უნდა ხატების წინაშე წარდგეს და მადლობა უნდა უთხრას ღმერთს, ის დილის ლოცვა სწორედ ეს არის. მადლობს ღმერთს, რომ მშვიდობით გაუთენდა. გამოითხოვს ღვთისგან ლოცვა-კურთხევას, რომ მშვიდობით გაგრძელდეს ის დღე. მერე მიდის სკოლაში. სკოლაში რა ხდება? სკოლაში ქრისტიანი ბავშვი უნდა ცდილობდეს არა იმას, რომ მაინც და მაინც თვითონ იყოს კარგად, არამედ უნდა ზრუნავდეს თავის თანაკლასელებზე. ახლა წარმოიდგინეთ, ჩვენი 20 თანაკლასელი თუ ყველა ერთმანეთზე ფიქრობს და ზრუნავს, როგორი ბედნიერება ეგეთ კლასში ყოფ. ქრისტიანი ბავშვი სხვებს არ უნდა აბეზღებდეს, არ უნდა დასცინოდეს. თუ ვინმეს მოწყენილს ნახავს, უნდა გამოელაპარაკოს, მიზეზი კითხოს, დაამშვიდოს, ანუგეშოს. გესმით? აი ესე უნდა მოექცეს. და როდესაც ამას აკეთებს, ის თავად არის გახარებული, როდესაც სხვაზე ზრუნავს. ის კი არა, მოდი მარტო ჩემს თავზე ვიზრუნებ, მარტო მე თუ ცუდად თავ, აი ესე თი რამე ხო გაგონიათ, ვერ მიგებენ, არ დამაფასეს, არ გაითვალისწინეს ჩემი და ასე შემდეგ. ეს ფიქრები ქრისტიანმა თავიდან უნდა ამოიგდოს. მე ვერ მიგებენ და მე არ დამაფასეს და მე არ გამითვალისწინეს კი არა. მე არ უნდა ვიყოს ხვის მიმართ ეგეთი. მე უნდა დავაფასო, სხვისგან არ უნდა მოველოდე ამას. პირიქით მე ჩემს თავს უნდა ვთხოვდე, რომ ხვის მიმართ ვიყო ეგეთი. და სხვა თუ არ არის ჩემს მიმართ ეგეთი, ეს მე ისევ საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. ასეთი ის არის, აი, ზამთარში საბანს რო დაიფარებ, ცივ საბანს. თავიდან ცივია, მაგრამ მე შენ რომ ათბობ ამ საბანს, მე მთელი ღამე ის გათბობს, ხომ მართალი? ხო და ადამიანებთან ურთიერთობაც ეგრეა. ვერავის ვერაფერს ვერ მოსთხოვ. ჯერ შენ უნდა გაათბო ისინი და მე ისინი შენ გაგათბობენ. ჯერ შენ უნდა იყო მოსიყვარულე, ტკბილი, მიმტევებელი, დამდობი, სხვის მიმართ, გამგები, დამფასებელი და მე ისიც იქნება შენს მიმართ ესეთი. ისე რომ ჩვენ ტყუილად ნოვთხოვთ სხვას ნურაფერს. მეორე, თუ ვინმე რამე შევამჩნიათ, რომ ცუდად მოიქცა, კი არ უნდა დააბეზღვა. ის სკოლაში ხშირად ყოფილა ხოლმე, რომ მასწავლებელთან იმის გამო, რომ თავი გამოიჩინოს ვიღაცამ. აი, რა მოტივი აქვს დაუშვათ ბავშვის აქციას, როდესაც ამბობს, რომ მასწავლებელო, ვიღაც ჭამს. რა აქვს მიზანი ასეთ ბავშვს? რა აქვს შენი ასეთ მიზანი? აი, ვინც აბეზღებს, რა აქვს მიზანი? აი, ერთხელაც ესე მოხდა ჩემ. დიახ.
ჩემ კლასში რომ ვიღაცა ბავშვი შეყარ კარგად ნაჭამი და ვისა მასწავლებელმა მესცანება რომ ეჭამა არა ჯერ არ დავნახია და ვიღაცა ბავშვმა დააბეზღა მას ჭამსო ხო და მეც რას გეკითხები სახელი რა ქვია ნიტა მეც რას გეკითხები ვინც დააბეზღა და თქვა მასწავლებელო ჭამსო რა ქონდა მიზნად შენი აზრით რატომ დააბეზღა აი მოდი ახლა ასე შეგეკითხები ვინც დააბეზღა შენ იმ ბავშვის აქციელი მოგეწონა არა ხო და ის ბავშვი ზოგჯერ ცდილობს რომ მასწავლებელს სამით თავი მოაწონოს რომ აი მასწავლებელო მე შენს კენ ვარ და ნახე ის აღმოვაჩინე რომ ჭამს და ნახე გეუბნები ამ ბავშვს უნდა რომ მასწავლებელს სამით თავი მოაწონოს მაგრამ მასწავლებელს სამით თავს ვერ მოაწონოს ან მეორე შემთხვევა შეიძლება იმ ბავშვის მიმართ ვინც ჭამს ცუდი განწყობა აქვს და უნდა რომ დააბეზღოს და ამითი ცუდი საქმე გაუკეთოს ან საბოლოო ჯამში უბოროტოს და ის ვინც აბეზღებს ის არც ერთ შემთხვევაში კარგად არ იქცევა გესმით რაზეა ლაპარაკი კარგი დავზარდ და ასე რომ აი შეიძლება ადამიანს მართლა ჭია და ჭამს მე შეიძლება არ იქცევა ის სწორად ჯობია მასწავლებელს კითხოს მასწავლებელო თუ შეიძლება რომ სხვადასხვა ამას წინათ იყო ესეთი შემთხვევა მე მოგიყევით კიდეც ძალიან კარგი შემთხვევა იყო ერთ ბავშვს რაღაცა წვენი ჰქონდა და წავართვი გამოვართვი რომ ესე და ეხა იმ წვენის სახელს არ ვასახელებ იმიტომ რომ ამას წინათ იყო და მე რეკლამას უკეთებს რაღაცას ვისაც როგორ აფარია ისე მსჯელობს ეხა ეს თავისი პრობლემა მე გულში არაფერი არ მქონდა მაგრამ ზოგს ცოტა ვერაფარია ეთყობა და ვერ ამსჯელობს ისე როგორც საჭირო ნუ ყველა თავისი სათვალით უყურებს და ესე რაღაცა წვენი გამოვართვი მეთქი ახლა გაკვეთილზე არ შეიძლება მაგის დალეო თან თამაშობდა იქ რაღაცა მე მეუბნება მე ერთ ბავშვს უნდა და გასვლა წყალზე და მე არ უშვებ ხოლმე და ეს მეუბნება თუ შეიძლება მასო ჩემი წვენი რომ დამიბრუნოთო და მე უთხარი საბა ერქვა იმ ბავშვთან ეხლა მეთქი შენ რომ დაგიბრუნო ეგ წვენი სხვა წყალიც არ აქვს ბოთლით ხო გაქვთ ხოლმე წყალი ხო მიგოქვთ თერმოსი გაქვთ თუ ბოთლი გაქვთ და სხვას უფრო მოუნდება მეთქი და თან ხო იცი რომ გაკვეთილიდან გარეთ არ უშვებ მეუბნები ვისაც ბოთლი აქვე გაქვთ დალიეთ და მე სხვას უფრო მოუნდება მეთქი და მოდი არ მოგცე მეთქი და კარგიო ნუ რა ეკნა იძულებული იყო რომ კარგიო ეთქვა მაგრამ მე ჩავთვალე რომ რაღაცა გადავწყვიტო მის მაგივრად მოდი თვითონ გადაწყვიტოს რომ არ უნდა და მადლი თვითონ მიიღოს მეთქი მე მივედი და უთხარი საბა მე თუ გინდა დაგიბრუნებ ამ ბოთლს მეთქი მაგრამ უბრალოდ ხებს მოუნდებათ მეთქი და შეიძლება უფრო მეტად გაუჭირდეთ გაძლება გაკვეთილზე და შენ როგორც გინდა მეთქი და თუ მოითმენ ამითი მათ დიდ სარგებლოს მოუტან მეთქი და მაშინ თქვა საბამ რომ კარგიო მოვითმენ ხო და აი ეს მოთმენა უფრო მეტია ბავშვებო ვიდრე ის რომ რაღაც დალიო და შენ ისიამოვნ აი ეს ტყუილად კი არ დავწერე ნახეთ შეხედეთ ჩვენ ცხოვრებაში ბევრი რამე შედგება აი ამ ორი რაღაცისგან რა არის საჭირო და რა არის სასიამოვნო ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს ამ ორ შორის არჩევანის გაკეთება აი ხა რომ გადავალთ იმაზე სკოლიდან რომ დაუბრუნდებით ახლა ჯერ ხო ჩვენ სკოლაში ვართ იქაო სიტუაციას განვიხილავთ სკოლიდან რომ დაუბრუნდებით იქაც აღმოვაჩენთ რომ საჭიროსა და სასიამოვნოს შორის არჩევანის წინაშე დავდგებით ხო და მე გავარკვევთ ამ შემთხვევაში რა გააკეთა საბამ რომელი აირჩია საჭირო აირჩია გესმით და არა სასიამოვნო იმიტომ რომ საჭიროს არჩევით შენ მადლს იღებ და ეს მადლი გახარებს და სასიამოვნოს არჩევით შენ სხეულს ასიამოვნებ მაგრამ ესე მადლს ვერ იღებ ანუ შენ დაკარგე აი ამ შემთხვევაში ამბობ სასიამოვნოს არჩევით შენ დაკარგე შესაძლებლობა მადლი მიგეღო და გაგეხარა ამით თუმცა ზოგჯერ არის ისიც რომ საჭირო და სასიამოვნო ერთიანდება არის რაღაცა საქმე აი სიტყვაზე ვამბობ დავუშვათ უნდა გაისეირნო მეგობრებთან თუ შვილებთან თუ მეუღლესთან ერთად
სადმე სუფთა ჰაერზე პარკში გაისეილო. ეს საჭიროც არის რომ ერთად ხართ და თან სასიამოვნო. ასეთი რამეებიც ხდება. მოკლედ ამ საბამ გადაწყვიტა რომ ეს არა იყო და არ დაელია და ეგ უკვე მისი მადლი იყო, ეგ უკვე ჩემი გადაწყვეტილება აღარ იყო. კიდე თქვენ რა სიტყვით, აი სკოლაში კიდე რა არის ხოლმე ისეთი დამახასიათებელი. ზოგჯერ არის რომ რომელიღაც ბავშვს საკვები არ აქვს, ჩვენ გვაქვს და სხვას არ აქვს. იქაც მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. კიდე რაზე უნდა ვიფიქროთ, აქ ახლა ერთი შეკითხვა ასეთი იყო რომ სკოლის დაწყებაზე ვისაუბროთო და მოდი ბარემ სკოლაზეც ვისაუბროთ და ჩვენგან უკვე ადრეც თქმული კიდევ ერთხელ გავიხსენოთ. ჩვენი დამოკიდებულება მასწავლებელთან. აი მაგალითად თქვენი რომელიმე მშობელი მასწავლებელი არის? აი გიორგის მშობელი არის მასწავლებელი. ანასტასიას მშობელია მასწავლებელი, ლიზას მშობელია მასწავლებელი. აი მე ხა თქვენ გეკითხებით. თქვენ გაგეხარდებათ რომ დედა სახში განერიულებული მოვიდეს იმის გამო რომ იქ მოსწავლეები უღირსად მოიქცნენ? გაგეხარდებათ? ხო და ვიცი რატო ვამბობ? ჩვენ თითოეულ მასწავლებელში პირველ რიგში, აი ყველაზე ძვირფასი ხო ვინ არის ჩვენთვის დედა ხო? თითოეულ მასწავლებელში იქ დედა უნდა დაინახო. ის კი არა, ეს ამის მასწავლებელია, ჯერ სანამ ის საგნის მასწავლებელია, ჯერ არის ადამიანი, ჯერ არის დედა, ჯერ არის მანდილოსანი. არის ჩვენთვის უფროსი ადამიანი, უბრალოდ ყველაფერს რომ თავი დაანებო, გესმით? ესე უნდა შეხედო. ის ვიღაცის დედა, ის რომ შენს გამო გაღიზიანებული წავა სახში, თავის შვილებს მოეწონებათ? არ მოეწონებათ. არ ურჩევნიათ შვილებს რომ გახარებული დედა მივიდეს, აი დამშვიდებული დედა მივიდეს, არ ურჩევნიათ. მეორე მხრივ მასწავლებელიც უნდა ფიქრობდეს ამას, რომ ის ბავშვები თავისი მოსწავლეები, ესენიც შვილები არიან. ესენი მოსწავლეები კი არ არიან მარტო, ესენი შვილები არიან. და როგორც უნდა რომ მასწავლებელს, როგორც უნდა რომ მისი შვილი გახარებული დაბრუნდეს სკოლიდან, ასევე მანაც თავისი მოსწავლეები გახარებულები უნდა გაუშვას თავის მშობლებთან. ეგრე არ არის, გახარებულები უნდა გაუშვას. აი ზოგჯერ ყოფილა ხოლმე რომ მოსწავლე აი რაღაც უსამართლობას გადააწყდება. ჩვენ ერთი გადაცემა კიდევაც გავაკეთეთ მოსწავლისა და მასწავლებლის ურთიერთობაზე და ბავშვები აქ ხშირად აღნიშნავდნენ რომ ჩვენ არ მოგწონს მასწავლებელი რომელიც უსამართლოდ გვექცევა. სიმკაცრეზე არ იყო აქ აქცენტი გაკეთებული. სიმკაცრე ძალიან კარგია თავისი დოზით და თავის ადგილზე. აქ გაკეთებული იყო აქცენტი უსამართლობაზე, რომ მასწავლებელი უსამართლოდ გვეპყრობა. მასწავლებელი ბავშვებს არჩევს. ეს საშინელი რამეა, როგორც დედამ არ უნდა გაარჩიოს ბავშვები, ისე მასწავლებელმა არ უნდა გაარჩიოს, ხო და აი ამას რო აწყდებიან ბავშვები, თვითონაც გულნატკენები არიან. ისე რომ მასწავლებელმაც ეს უნდა გაითვალისწინოს. მაგრამ ჩვენ, რადგან მოსწავლებლები, ჩვენი მხრიდან ის უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის არის დედა. ის არის მანდილოსანი, ადამიანია, უფროსია და ასე შემდეგ. გავაგრძელოთ. დავბრუნდით სკოლიდან და დადგა საკითხი, საჭირო თუ სასიამოვნო. რა შეიძლება იყოს საჭირო და რა შეიძლება იყოს სასიამოვნო? რა? საჭიროა გაკვეთილების სწავლა და სასიამოვნოა თამაში. ეხლა ნახეთ რა შეასაკ. თუ ჩვენ ავირჩევთ სასიამოვნოს, ეს სასიამოვნო, ამ სასიამოვნოს გემოს უკარგავს საჭიროს არ გაკეთება. გესმით? ის საჭირო რომ გაკეთებული არ გაქვს, გაკვეთილები მომზადებული რო არ გაქვს, ისე ვერ ხალისობ, ვერ ერთობ. იმიტომ რომ ის გონებაში თვითად გაწევს, რომ 13 სადინაც გრჩება. არ ვიცი, მე ესე ვიყავი პატარაობაში. მაგრამ ეხლა მოდი პირიქით თქვათ, თუ ჩვენ ავირჩევთ გოგოებო, მოდი შენ აქეთ გადმოწექი. თორე მან მოკლედ ჩართვა ხდება. თუ ჩვენ ავირჩევთ საჭიროს, თუ ჩვენ ავირჩევთ საჭიროს, აი ამ საჭიროს გაკეთების
გაკეთებისასვე და მით უმეტეს ბოლოს ჩვენ უკვე სიხარული გვაქვს და მაშინ ეს სასიამოვნო უკვე საჭირო ხდება. გესმით, ანუ ის გართობაც საჭიროა თავის ადგილზე, ბავშვისთვის გართობაც საჭიროა, ესეც უნდა ჰქონდეს. ამიტომ ეხლა ნახე რა, ამ დროსაც მადლს იღებ, რომ საჭირო გააკეთე ამ შემთხვევაში გაკვეთილების მომზადება. მე ეს სასიამოვნოს უკვე საჭირო ხდება და აქაც მადლს იღებ, რომ თამაშობ. არც ზედმეტი ის არ ვარგა, რომ გაკვეთილები მეცადნო და თავი არ ასწიო იქიდან და არც თლად ეს არ ვარგა. გახსოვთ ერთ-ერთი საკვირაოს დროს ჩვენ ვისაუბრეთ თადარიგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა. ეხლა კიდე ერთხელ უნდა დავწერო. თადარიგი. თადარიგი ისეთი რამეა, რომ ცხოვრების ყველა სფეროს, ყველა კუთხე კუნძულს ეხება ჩვენი ცხოვრებისა. თუ თადარიგი არ დაიცავ, შეიძლება ყველაფერი გქონდეს, მაგრამ არა იმ დროს და ისე, როგორც ეს საჭიროა. გესმით, აი, თადარიგი უნდა დაიჭირო და თუ თადარიგს დაიჭერ, ყველაფერი ზომიერად და თავის დროზე იქნება. აქაც ესე. აი, უბრალოდ დააკვირდით თქვენ ცხოვრებაში, თუ რამე კარგად არ ხდება, შეხედეთ თადარიგი იქნა დაჭერილი თუ არა, წინასწარ თადარიგი იქნა თუ არა დაჭერილი და მიხვდებით, რომ იმ მომენტში რაღაცა არ იყო სწორად. ვიმეცადინეთ, ვითამაშეთ. მოვიდა საღამო. რას აკეთებს ადამიანი? თან კიდევ რა, იმ დილის ლოცვასთან ერთად ადამიანი ყოველდღიურად სახარებას უნდა კითხულობდეს. ჩვენ ხო ამბობთ, რომ ქრისტიანის ერთ დღეზე ვლაპარაკობთ. ქრისტიანი თუ ქრისტეს ცხოვრებას არ ეცნობა, მაშინ ვერც გაიგებს რაში მიბაძოს ქრისტეს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, ხო ყოფილა რომ აი მაგალითად ამა თუ იმ მსახიობს ფეხბურთელს თუ მოჭიდავეს თუ კალათბურთელს გინდა რომ მიბაძო, რა სფეროშიც ხარ, მაგრამ როგორ მიბაძავ? თუ ან მომღერალს, როგორ მიბაძავ? თუ მისი ნამღერი არ მოგისმენია, თუ მისი ასპარეზობა არ გინახავს, თუ მისი ცეკვა არ გინახავს, თუ სამსახიობო შესრულებული რაღაცა როლი, როგორ მიბაძავ? ხო, თუ არ გინახია, ხო ვერ მიბაძავ. ჩვენ ქრისტე ხორციელი თვალით ხომ არც ერთს არ გვინახია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია იმ სახარებისეულ საკითხავებში ქრისტე დავინახოთ, მისი სული დავინახოთ, ჩვენი სულიერი თვალებით და ჩვენ შეგვეძლება რომ მივბაძოთ. და თუ ადამიანი სახარებას არ კითხულობს, არ იცის ქრისტე როგორია და ვერ მიბაძავს. ამიტომაც აი ჩვენ ყოველდღიურად ცოტ-ცოტას, მაგრამ უნდა ვკითხულობდეს. წარმოიდგინეთ, ერთი კვირა რო საჭმელი არ ჭამოს ადამიანმა, ხო გამოიფიტება, ხო დასუსტდება. ჩვენ სულსაც საკვები ჭირდება. ის ლოცვაც, ის სახარების კითხვა, ის წმინდა მამათა ნაწერების კითხვა ადამიანს სულიერად დააპურებს და მას შეიძლება რომ ქრისტეს მიბაძოს. მოვიდა საღამო. აი მთელი დღე რო გავიდა, ხო შეუძლებელია რომ ადამიანს არ შეეცოდა რაღაცით. არა არის კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. არ არის ადამიანი თუნდაც ერთი დღე იცხოვროს და არ შესცოდოს. ამიტომ დღის ბოლოს რა ხდება ნახეთ. დღის ბოლოს უნდა დაფიქრდეს ადამიანი თავის ცოდვებზე. სად რა ვერ გააკეთა ისე როგორც სახარებისეული მცნებები გვეუბნება ჩვენ. და უნდა შეინანოს. შეიძლება იმ საღამოს მოძღვარი ვერ ნახოს, მაგრამ აიღოს ფურცელი სიტყვაზე ვამბობ. და დაწეროს რომ დღეს ვიღაცას მოატყუა. ვიღაცას დასცინა. ვიღაცის შეშურდა. აი ეს დავუშვათ დღის ბოლო მოვიდა. ვიღაცისთვის რაღაცა დაენანა, თუ დაეზარა რაღაც გაეკეთებინა. ეს დღის ბოლოს უკვე შენ რაც შესწოდე იცი. მერე მეორე დღის ბოლოს, მესამე და ესე შენ საკუთარ თავს აკონტროლებ. და უკვე კვირის ბოლოს თუ რამდენ ხანში ერთხელაც ამბობთ აღსარებას, უკვე გეცოდინება შენ რა შესწოდე და რა უნდა შეინანო. სამწუხაროდ ხდება ზოგჯერ ესეთ რაც არასწორია, რომ ადამიანი აღსარებას მაშინ წერს, როცა იმ მოძღვარს დაინახავს და მაშინ უნდა ჩააბაროს აღსარება. ეგ არასწორია. ეგ
ეგ ნიშნავს, რომ ძალიან ზედაპირულად და ზერელეთ ეკიდება ადამიანი აღსარების საკითხს. აი როგორც მე ვამბობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად შენი თავი აკონტროლო. მერე საღამოს სანამ დაწვევი ილოცო და დაწვე და დაიძინო. იმიტომ რომ აი ამ ძილსაც შეუძლია რომ შენი სულიერი და ხორციელი სიმხნევე აღადგინოს. ჩვენ თუ დავწვევით და ტელეფონში რაღაცებს ვუყურებთ, ის ჩვენ გვაფხიზლებს, ჩვენ ფსიქიკას აზიანებს. შობია დროულად დაიძინო. ეს დროულად დაძინება ნიშნავს იმას, რომ მეორე დღეს ღმერთსაც, შენს ოჯახსაც, შენს სამშობლოსაც უკეთესად უერთგულებ, იმიტომ რომ უფრო მხნეთ ადგები. ჯობია გვიან ღამით არ ჭამოს ადამიანმა, ცოტა ადრე ჭამოს და ზომიერება გამოიჩინოს ამაშიც. და ესე ნელ-ნელა ადამიანი თუ ყოველდღიურად ესე ცხოვრობს, ნელ-ნელა ის ქრისტეს დაემსგავსება და იქნება ქრისტიანი. ძალიან გადაგღალეთ მონოლოგით. არა შიგადაშიგ დიალოგებიც ხო იყო. არა მარტო თქვენ შორის კი არა. ჩვენ შორისაც. არ ვიცი ზუსტად რამდენი ხანია რაც გორი ჯვარი აშენდა ეს შეკითხვა იყო და სამწუხაროდ ამ წუთში არ ვიცი, მაგრამ გვირდებით რომ ღვთის შეწევნით გავიგებ თარიღს და გეტყვით. რამდენი წლის იყავით, როცა საკვირაო სკოლა გაიხსნა? ბავშვების საკვირაო სკოლას რაც შეეხება, გაიხსნა 2017 წელს, ანუ 8 წლის წინ. მე ვიყავი 31 წლის. ახლა დავბერდი. რას ნიშნავს ღმერთის დასიზმრება, როდესაც შენს მხრებზე ხელები აქვს დადებული და გელაპარაკება, მაგრამ აღარ გახსოვს რაზე. არ ვიცი ეს რას ნიშნავს, ან ღმერთი როგორი სახით გამოგეცხადათ, ეგეც არ ვიცი. არც ის ვიცი, ის ნამდვილად ღმერთი იყო თუ არ იყო ღმერთი. ამიტომ სიზმრების მიმართ ადამიანმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ესეთი რამე. აი დააკვირდით. დაუშვათ. აი ესენი არის წამლები. ჩვენ ავად ვართ. ეს სამივე არის წამალი. აი შიგნით დაუშვათ, ახლა არის წამალი. სამივე ხო გავს ერთმანეთს. სიზმრები არის ერთი უეჭველად ღვთისგან არის, ერთი ნაწილი, რაც ძალიან იშვიათად ხდება და ეს წმინდა წერილშიც რომ ადამიანმა სიზმარი ნახა და ამ სიზმარმა რაღაც ასწავლა. არის სიზმარი, რომელიც ეშმაკისგან არის. არის სიზმარი, რომელიც უბრალოდ ჩვენ გონებაში რაღაცა ფიქრი ჩაყვა. არ გქონიათ რომ იმ დღის განცდები რაღაცეები, მერე ღამეც გინახიათ, რაღაცაზე ფიქრობ და ღამე გინახია. ძირითადად ეს სამი კატეგორია. მაგრამ ეხლა ჩვენ დავუშვათ მივედით აფთიაქში და ჩვენ გვინდა ის წამალი ჩვენ რო გჭირდება ავად ვართ. მაგრამ ეს სამივე ერთმანეთს გავს და ჩვენ გვეუბნებია აიღე რომელიმე. ჩვენ ვიცით რომ ერთი კურნავს და ეს ორი არ კურნავს, ერთი პირიქით აზიანებს. ერთი არაფერს არ მოგცემს, ერთი აზიანებს, ერთი გამოგაჯამრთელებს. მაგრამ შენ ახლა არ იცი რომელია და აიღებდი და დალევდი, რადგან არ იცი? იმის გამო რომ ხო შეიძლება გავარტყავო, ავიღო ის რომელიც კურნავს, აიღებდი და დალევდი? თუ თავშეკავებას ამჯობინებდი. იმის შიშით რომ არ ავიღო ისეთი რომელიც მე მომწამლობს უფრო მეტად. მე ვფიქრობ თავშეკავებას თუ ამჯობინებს ადამიანი გონივრულად მოიქცევა. რატო ვამბობ? ჩვენ როდესაც ესა თუ ის სიზმარი მოგდის, არ უნდა გადავწყვიტოთ რომ ეს უეჭველად ღვთისგან არის. იმიტომ რომ აქ შეიძლება შევცდეთ და ავიღოთ ის რომელიც არ არის ღვთისგან და მან დაგვაზიანოს, მაგრამ ჩვენ თუ ვიტყოდით რომ მე არა ვარ ღირსი რომ ისეთი სიზმარი ვნახო რომელიც შეიძლება ღვთისგან იყოს, აი მე არ თვლი ჩემს თავს ამის ღირსად, ეს კეთილგონივრული მსჯელობა იქნებოდა და ღმერთი ამას ცოდვაში არ ჩაგვითვლიდა, თუნდაც ეს სიზმარი ღვთისგან ყოფილიყო. ამას ჩვენ თავშეკავებაში და კეთილგონივრობაში ჩაგვითვლით. ამიტომ ამ სიზმრების მიმართ ზოგადად თხილად უნდა იყო, არ უნდა მიენდო. იმიტომ რომ შეიძლება ერთხელ აგიხდეს, ორჯერ აგიხდეს. დავუშვათ აი ერთხელ აგიხდა რომ მეზობელი სახლს აშენებს და გაიხედე რომ მართლაც ერთ კვირაში დაიწყო სახლის შენება.
და ეშმაკმა არ იცოდა რომ მას სახლი უნდა ეშენებინა, როგორ არ იცოდა სახლში ხომ მსჯელობდნენ, თავის მეგობრებს უთხრა ნათესავებს. ეშმაკმა მათი ლაპარაკი იცის და შენ ერთი კვირით ადრე მოგიტანა და გითხრა რომ ეგენი სახლის შენებას, აუ სახლი აშენდა და შენ მართლა დაიწყე. დაიჯერე, ესე იგი გამართლდა სიზმარი. მერე მეორე დღეს ნახე რომ შენს თანაკლასეს ლამაზი კაბა აცვია. და მიხვედი და მართლა ლამაზი კაბა ეცა ახალი. და ეშმაკმა ხო იცოდა რომ გუშინ შენმა თანაკლასელმა იყიდა ეგ კაბა. მოვიდა და გითხრა ესეთი კაბა აცვიაო, შენ ძალიან ვააპირი დააღე დაიჯერე. მესამე დღეს თუ მეშვიდე დღეს მოვიდა და გითხრა რომ შენი მეზობელი შენზე არის გაბრაზებული. ანუ ეხლა უკვე გატყუებს, მაგრამ შენ ხო აღარ იცი რომ გატყუებს, შენ ხო უკვე ენდობი შენს სიზმრებს, ერთხელ ახდა, ორჯერ ახდა, ხუთჯერ ახდა. შენ უკვე მიდიხარ და მეზობელს უბღვერი. როგორ ახარ ჩემზე გაბრაზებული და ის არ არის გაბრაზებული. მაგრამ ეშმაკმა შენ უკვე ნდობა მოიპოვა. აი ფილმები როა ხომე აგენტებზე. გინახიათ ის აგენტი შენში ნდობას მოიპოვეს. სინამდვილეს შეიძლება სულაც არ არის მეყვავილე, მაგრამ მეყვავილეა შენთვის. შეიძლება მხატვარია, შეიძლება მომღერალე, მაგრამ იმას თავისი მისია აქვს რაღაც შესასრულებელი და შენში ნდობა მოიპოვა უკვე. ამ სიზმარმაც ეს. ამიტომ ჯობია თავი შეიკავო და არენდო. თავი არ ჩათვალო ღირსად, რომ შეიძლება შენ ღვთისგან მოგივიდა ეს სიზმარი. შეიძლება თუ არა რომ მამამ საჭიროების შემთხვევაში თუნდაც შენებისას ან თევზაობისას თავისი ტანისამოსი გაიხადოს და მხოლოდ ქუდი ეხუროს. მე რა ვიცი პირადად ესე ვარ, აქაც ახლა რომ მუშაობთ ხოლმე და რაღაცა მირჩევნია რომ მეცოს. რაღაცნაირად აი ძალიან დიდ უხერხულობას ვუძმობ რომ ახლა მე სამღვდელო ტანისამოსი გავიხადო და ახლა მეცხომაცია, მაისური მაცია, შარვალი თუ სხვა, მაგრამ ჭირს ეს რაღაცნაირად დიდი უხერხულობა. სახლში ახლა როცა მარტო ოჯახის წევრები არიან, მეუღლე და შვილები არიან, იქ თუ რაღაცა ისეც ვაკეთებ, მუშაობ თუ რაღაცა, იქ რაღაც მომენტში გაიხდი და ოჯახის წევრები არიან, ერთნი არიან, თუმცა სახლში თუ ეცმევა სამღვდელო სამღვდელო სამოსი ძალიან კარგია. ზოგადად ქუჩაში არ არის წესი, რომ თუმცა საქართველოში რომ გაიხადოს და ასე ეცოს. ითვლება თუ არა ის მამაო, ვინც ბიძ სიტყვებს იძახის და შემდგომ ინანიებსო. ის რომ შეიძლება სასულიერო პირმა რაღაცა ბიძის სიტყვა თქვას, ეს მისთვის უღირსი საქციელია, თავისთავად ცხადია. თუმცა ეს მღვდლობის უფლებას არ ართმევს, იქამდე სანამ მას ეკლესია არ განკვეთს. და მით უმეტეს თუ ამბობთ რომ ინანიებს, თავისთავად ცხადია მას შეენდობა, მაგრამ ზოგადად რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი საქციელი და არ შეშვენის იმაზე უფრო მეტად ვიდრე ერის კაცი. რატომ არის ჭონის, ანუ საღდგომო კვერცხები წითელი? რატო არის, ხო არ შეგიძლიათ თქვა? ეს უკვე თქვენ შეგიძლიათ თქვა. ეს ისტორია თქვენ შეგიძლიათ მოყვეთ. იმიტომ რომ სისხლისფერია. წითელი რო ისტორია შეგიძლიათ მოყვეთ, კი ბატონო, სისხლისფერი. იმიტომ არის საღდგომო კვერცხი წითელი, რომ ქრისტე რო აწამეს აღდგა და შემდეგ მის სისხლი ხომ იყო წითელი და მაგის გამოა. ერთ-ერთი გადმოცემა ასე ამბობს, მარიამ მაგდალინელი, როდესაც მივიდა იმპერატორ ტიბერიუსთან, ჩვეულებრივი კვერცხი მიაწოდა. კვერცხი, რადგან ეს არის სიცოცხლის სიმბოლო და მარადიულობის. კვერცხიდან ხო სიცოცხლე გამოდის, არა? სიცოცხლე იბადება. კვერცხი მიაწოდა როგორც აღდგომის სიმბოლო, რომ ქრისტე, აი ეხა ჯეჯილს რო თესავთ ხოლმე, ხედავთ, ხორბალს რო თესავთ, ჯეჯილი ამოდი. ის ხორბალი მიწაში ჯერ კვდება, მიწაში თუ ბამბაში, რაშიც თესავთ. ჯერ კვდება და ახალი სიცოცხლე ამოდის. ქრისტე ჩვენთვის ჯვარს ეცა და მკვდრეთით აღდგა. და აი ეს ჯეჯილი მაგის სიმბოლოა და ეს კვერცხიც მარადიულობის სიმბოლოა. კვერცხს არ დასაწყისი აქვს, არ დასასრული აქვს და თან აქედან სიცოცხლე იბადება და მარიამ მაგდალინელმა, როდესაც იმპერატორ ტიბერიუსს გაუწოდა კვერცხი და ქრისტეს აღდგომა ახარა, ტიბერიუსს უთქვამს, რომ ქრისტეო ისე აღდგაო, როგორც ეგ კვერცხიო წითლად შეიღებებაო და მართლაც ესე მოხდა. გარდამოცემა ესე ამბობს, რომ მის ხელში კვერცხი წითლად შეიღება და აქედან მოდის ეს ტრადიცია. თავისთავად ცხადია ქრისტეს სისხლს უკავშირდება.
რომელიღაც ეკლესია ვინ ააშენაო და ეს თვითონ ეკლესიის სახელწოდება მე ვერ ამოვიკითხე და თუ აქ არის ბავშვი და ის ახსოვს რომელ ეკლესიაზე თქვა შეგიძლიათ რომ დასვათ ეს შეკითხვა ერთმა ადამიანმა სიკეთე გამიკეთა მინდა მეც იგივეთი უპასუხო მაგრამ რომ არავინ გაიგოს ეს სიკეთე აღარ გამომივა შეიწირავს ამას ღმერთი ბავშვობა შეიძლება ჩვენ ვინმე სიკეთე გაუკეთოთ და უბრალოდ შეუძლებელი იყოს რომ ჩვენ დაფარულში დავსწრეთ მაგრამ ჩვენი მიზანი და мотиваცია არ იყოს ის რომ ჩვენი სიკეთე გახმაურდეს გესმით თორე კი ბატონო გამოჩნდეს რომ გაუკეთე მაგრამ ჩვენი მიზანი არ იყოს ეგ რომ მაინც და მაინც გამოჩნდეს და ტაში დაგვიგრა ეხლა მაგალითად სკოლის დერეფანში თუ ბავშვი წაიქცევა და იმ წუთში ჭირდება მას მიხმარება რა ვქნათ ბავშვები რო სკოლიდან წავლენ დაველოდოთ და მერე წამოვაყენოთ უნდა მიხვიდე და წამოვაყენო დაგინახავი მაგრამ გულში რა გაქვს ეგ არის მთავარი გულში თუ ის გაქვს რომ აბა აქეთ-იქით იყურები და აბა მხედავენ რომ მე უნდა წამოვაყენო ეგ არასწორია მაგრამ გულში თუ იმ ბავშვის სიკეთე გაქვს რომ მას უჭირს და ეხა შენი ნუგეში ჭირდება და წამოვაყენებ ეგ მადლია мотиваციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა мотивაციით აკეთებ ამას თუ იმას ყოველდღე გაცვიოთ მამაოს ტანისამოსიო, ტანსაცმელიო რა, ჩვენ ხო ყოველდღე ვხდებით თითქმის ერთმანეთსა. მე მგონი რომ ყოველდღე ხედავთ ამას. ყოველდღე მაცია რა. ხო ყოველდღე სასულიერო პირი ვარ, ეგრე არ გამოდის. ვინ იყო იესოს მამა? ხორციელი გაგებით, იესოს მამა არ ყავს ბავშვობა. დედა ყავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და სულიერი გაგებით მას დედა არ ყავს მისი მამა არის მამა ღმერთი ხო ამბობთ მამა ღმერთი ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი იესო ქრისტე არის ძე ღმერთი სულიერი გაგებით მას არ ყავს ასედაც არის ძველახთმაში უმამო უდედო ნათესავ მოუხსენებელი ანუ შთამომავალი რო არ ყავს ანუ რა გაგებით უმამო ხორციელი გაგებით, უდედო სულიერი გაგებით და მას თავმავლობა არ ყავს მას. ესე პირდაპირი გაგებით. რომელია სწორი ქრისტე აღდგა თუ ქრისტე აღსდგაო. მე რა არის იცით ამაზე ბევრი კამათი არსებობს. ჩემთვის პირადად ამას არანაირი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ქრისტე აღსდგა დამატებით ჩემთვის რაღაცნაირად უფრო მეტად მისაღებია, იმიტომ რომ მაგალითად, ეხლა ჩვენ ონლაინ საკვირაო სკოლის სწავლება სექტემბრამდე შეწყვეტილი გვაქვს. მერე აღდგება ეს სწავლება, აღდგება. ვიღაცის ჯანმრთელობა აღდგება. გესმით? რაღაცა ტრადიცია აღდგება. მაგრამ ქრისტე, რომელიც ერთადერთია და უნიკალური და ვერაფერს ვერ შეადარებ, ქართულმა ენამ თავისი დამოკიდებულება გამოხატა ქრისტეს მიმართ და აღდგას მაგივრად აღსდგა არის. ასეთ ესეთი განმარტება მომისმენია და მომწონს. დანარჩენი არ აქვს ესეთი არსებითი მნიშვნელობა. სტრატილატი გვარია სამხედრო წოდება თუ წმინდანთა დასის დასახელება. სტრატილატი როგორც მახსოვს თეოდორე სტრატილატი, ხო? წმინდანთა დასი არ არის ნამდვილად, თუმცა მე ხა ზუსტად არ მახსოვს. არც გვარი არ არის, შეიძლება უფრო სახელმწიფო ხედრო წოდება იყოს. თუმცა ამასაც ზუსტად ვერ ვამბობ. წმინდანთა დასი რო არ არის და არც გვარი არ არის, ამას დარწმუნებული. თქვენი შეკითხვები შეიძლება ითქვას, რომ ამოიწურა. მოდი ახლა ვნახოთ ერთი პატარა ანიმაცია, თუმცა მანამდე ერთი რამ მინდა გითხრათ ბავშვები. ეხლა ჩვენ შეჯიბრებაში მონაწილე ბავშვები გვყავდა ზღვაზე 3 დღით. რა მინდა იცი გითხრათ? თქვენ ატყობთ, რომ ამ წლების მანძილზე თქვენი შრომა ფასდება. გესმით, აი რა მინდა რომ დაგაჯეროთ, რომ თქვენი შრომა ფასდება. ზოგჯერ თუ წარუმატებლობა გვაქვს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ხელი უნდა ჩაიქნიო. მე ერთ რაღაცას გეტყვით. მაიკლ ჯორდანი ხო გაგგონიათ. მან ასეთი რამე თქვა. 9000 სროლა გავაფუჭო, კალად ბურთელი, აი 9000 სროლა რო გააფუჭო და ვერ ჩააგდო, აი კარიერის მანძილზე. 300 თამაში მაქვს წაგებულია.
26-ჯერ გადამწყვეტი სროლა მანდეს, აი თუ ჩააგდებს რომ მოიგებს და თუ ვერ ჩააგებს 26 სროლა მანდეს და 26 გავაფუჭე. და სწორედ აი ამ წარუმატებლობების შედეგია ის წარმატება, რასაც მივაღწიო. და მან რომ მიაღწია, ეგეთი არც ერთ კალათბურთელს არ მივღწევი. იცი რისი თქმა მინდა? რაღაცა თუ ერთხელ არ გამოგიო, ორჯერ, სამჯერ არ ნიშნავს რომ უნდა გაჩერდე. ერთხელ თუ ვერ გაიმარჯვე, ეგ იმას არ ნიშნავს რომ მეორეჯერ არ უნდა სცადო. ნახეთ კაცმა რა თქვა, 300 თამაში წავალ. აი თქვენ რომ მოგწონთ იგივე ის მესი და ის რონალდო. იცით მაგათი მომენტები ნანახი გაქვთ როგორი და რამდენი ბურთები აქვს გაფუჭებული, მაგრამ მაგას არავინ არ ითვლის. არამედ ითვლიან იმას, რამდენი გამოიყენეს და გააკეთეს. თქვენც ესე წარუმატებლობებმა ყურები არ ჩამოგაყრევინოთ. პირიქით, ამან შეუპოვრობა უნდა შეგძინოთ. ეხლა დეკემბერში რო იქნება ეს შეჯიბრება. მე გითხარით, რომ გუნდები ჩამოაყალიბეთ. გუნდში უნდა იყოს მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასელი. მე სხვა ასაკობრივ კატეგორიაში მე-9 და მე-12-ეს ჩათვლით. ხო და გააკეთეთ ესეთი გუნდები და იშრომეთ მათ ეს სახარება საქმემოწყვილთა ისწავლეთ, გაიყავით, ბევრი თავები არ შეგხვდება. თქვენ გაიმარჯვებთ და თქვენი შრომის შედეგით გაიხარეთ. გესმით? და რომც ვერ გაიმარჯვო რომელიმე კონკრეტულ შეჯიბრებაში, შენ უკვე იმ შეჯიბრების განმავლობაში იმდენ სწავლობ, რომ ეგ არის უკვე გამარჯვება. ამიტომ აი გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. მადლობა ღმერთს, რომ ამ სამრევლო სკოლაში არის ეგ შესაძლებლობა, რომ გაიმარჯვო და სადღაც ბანაკში წახვიდე, სადღაც დაისვენო, სადღაც თეატრში წახვიდე თუ ფეხბურთის მატჩზე წახვიდე თუ რაღაც ესეთი. ერთხელ იყო, ესე იგი, გამარჯვებულები წავიყვანეთ საქართველოს ესპანეთის მატჩზე და მე მგონი ეგ დაჯილდოება კი არა, უფრო დასჯა იყო იმ თამაშის ყურება, 7-1 რო წავაგეთ, იმაზე ელაპარაკე. მე მგონი ამ ბავშვებს ესე იგი, უნდა რაღაცა აუნაზღაუროთ ეს მორალური თუ რა ქვია იმას დანაკლის. თუმცა რომ მოგვეგო ხო იქნებოდა ჯილდო. ამიტომ ნახოთ აბა ერთად. წმინდა იონა წინასწარმეტყველი, წარმომავლობით ებრაელი, ცხოვრობდა ქრისტეს შობამდე მერვე საუკუნეში. უფალმა მას დაავალა გამგზავრებულიყო ქალაქ ნინევეში, ასურელებთან, რომლებიც ისრაელის მტრები იყვნენ და უბრძანა. ეუწყებინა მათთვის, რომ დაიღუპებოდნენ, თუ ცოდვებს არ შეინანებდნენ და ძველებურ ცხოვრებას განაგრძობდნენ. იონას არ უნდოდა მტრების დახმარება და გადაწყვიტა არ წასულიყო ნინევეში. ჩაჯდა გემში და სხვა მიმართულებით გაემგზავრა. აღძრა უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა. შეშინდნენ მეზღვაურები. ყველამ თავთავის ღმერთს შეხაღადა, მაგრამ ქარიშხალი არ ცხრებოდა. მაშინ გადაწყვიტეს წილი ეყარათ, რათა გაეგოთ თუ ვის გამო ჩაცვივდნენ ამ განსაცდელში. ხარეს წილი და შეხვდა წილი იონას. იონამ უამბო, რომ უფლის პირისგან იყო იგი გაქცეული და უთხრა, რომ გადაეგდოთ იგი ზღვაში, რათა ზღვა დაწნარებულიყო. შეშინებულმა მეზღვაურებმა ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ხელვა. მოავლინა უფალმა ვეშაპი და შთაანთქმევინა იონა. 3 დღე და 3 ღამე დაჰყო იონამ ვეშაპის მუცელში. ლოცვა აღუვლინა იონამ უფალს და გამოხსნა შესთხოვა მას. დაჰპირდა, რომ შეასრულებდა, რაც დავალებული ჰქონდა ღვთისგან. უბრძანა უფალმა ვეშაპს და მანაც ხმელეთზე გადმოანთხია იონა. უბრძანა უფალმა მეორედ იონას, რათა წასულიყო ნინევეში და ექადაგა ღვთის სიტყვა.
ადგა იონა და წავიდა ნინევეში, როგორც უბრძანა უფალმა. ქადაგებდა იონა ნინევეში და ამბობდა, რომ კიდევ 40 დღე და თუ კი არ შეინანებდნენ ცოდვებს, დაიქცეოდა ქალაქი. ირწმუნეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა, პირუტყვსაც არ მისცეს საზრდელი და წყალი. ჯვალოთი შეიმოსნენ და მთელი ძალით შეხაღადეს ღმერთს. შეხედა ღმერთმა მათ საქციელს, რომ დააგდეს ბოროტების გზა. შეიწირა მათი სინანული და აღარ დასაჯა ქალაქი. ძალზე განაცხენდა და გამწარდა იონა, რომ გადარჩა ნინევე და უთხრა ღმერთს. ჰე უფალო, განა ამას არ ვამბობდი? თავიდანაც იმიტომ გავრბოდი, რომ ვიცოდი მონანიედელ მობიერი ღმერთი ხარ, რისხვა გვიანი და მრავალმოწყალე. გავიდა ქალაქიდან იონა. იქ ერთი ჩარდახი გაიკეთა, დაჯდა მის ქვეშ და დაელოდა, რა მოუვიდოდა ქალაქს. მოავლინა უფალმა ღმერთმა აყირო, რომ დაეჩრდილებინა მისთვის და წყენა გაეკარვებინა. დიდად გაახარა ამ აყირომ იონა. მოავლინა ღმერთმა მეორე დღეს განთიადისას მატლი, გამოაჭმევინა აყირო და გახმა იგი. მზემისე დააცხუნა თავზე იონას, რომ ღონე მიხდილმა სიკვდილი ინატრა. უთხრა ღმერთმა იონას, მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო. მიუგო იონამ, მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე. უთხრა უფალმა, შენ ერთი აყირო დაგენანა, თუმცა შენ არ დაგირგავს და არც გაგიზრდია. აბა მე როგორ არ დამენანოს დიდი ქალაქი ნინევე, სადაც 120,000-ზე მეტი კაცია. ერთმანეთისგან რომ ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა და სადაც უთვალავი პირუტყვია. მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა თავისი ზრახვები და მიიქცეს უფლისკენ და ის შეიწყალებს მას და ჩვენი ღმერთისკენ, რადგან მრავალგზის მიმტევებელია. ვერ გაურჩევია მარჯვენა და მარცხენა და სადაც უთვალავი პირუტყვია. ოი, გამოიხთ. ანთე ჩუქი გადავიხდით.